815 არასრულწლოვანი ორსული. არასრულწლოვან ასაკში შესაძლო ქორწინების 171 ფაქტზე კი გამოძიება დაიწყო. ასეთია სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში, რომელიც წელს გამოქვეყნდა და წინა წლის მონაცემებს ასახავს. არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინებისა და ორსულობის ფაქტების მხრივ გამონაკლისი არც 2023 წელი ყოფილა. გასული წლის წლიური ანგარიში და სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა იყო არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების რამდენიმე გახმაურებული საქმე. მათ შორის მთელი ქვეყანა შეძრა 14 წლის აითაჯ შახმაროვას ამბავმა. მას მამაკაცმა, რომელიც თავს აითაჯის ქმარს უწოდებდა, იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლა, მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი იძულებითი ქორწინებიდან თავის დაღწევასა და გაქცევას ცდილობდა. ძალიან რთული წელი იყო, მოდით დავიწყოთ აქედან, იმიტომ რომ აითაჯის შემთხვევა თუ სხვა შემთხვევები ძალიან ბევრი გახმაურებული შემთხვევა დაფიქსირდა წელს. ეს არის განპირობებული რამოდენიმე საკითხით. ერთის მხრივ ის, რომ იზრდება ცნობიერება ბავშვებში, ისინი უფრო მეტად არიან ინფორმირებული ბავშვების ასაკში ქორწინების შესახებ. მე ვახსენე აპლიკაცია, რომელიც არის რეალურად ერთი კარგი მაგალითი თანამშრომლობის გაეროს მოსახლეობის ფონდსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. ეს არის კონკრეტულად 112-თან თანამშრომლობა, სადაც აპლიკაციაში ჩასშენდა კონკრეტულად ინფორმაცია ბავშვების ასაკში ქორწინებასთან მიმართებით, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთის მხრივ ბავშვი მიიღებს დამატებით ინფორმაციის აპლიკაციის მეშვეობით, მაგრამ ასევე შესაძლებლობა ექნება, რომ სოზღილაკის გამოყენებით რეალურად შეტყობინება განახორციელოს. ყისიერად თუ კი ის რაიმე საფრთხის წინაშე დგას. იძულებით და ადრეულ ასაკში ქორწინებაზე საუბრისას უფლებადამცველების სხვადასხვაგვარ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. საქართველოში ეროვნული კანონმდებლობა საკმაოდ გამკაცრებულია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობა ჯერ კიდევ არ იცნობს კარგად კანონის მოქმედებას. მეორე მხრივ კი არის შემთხვევები, როდესაც მოძალადეებმა კარგად იციან კანონის მოქმედების შესახებ, მაგრამ თავის არიდების მცდელობაა. თავარი გამოწვევა, რაც აქ არის ის, რომ კიდევ ერთხელ განმეორდები, სუბიექტები, რომელიც არიან რეფერალური სისტემაში ჩართულები, ისინი სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ ახორციელებენ საკუთარ ფუნქციებს. ეს არის პირველადი შემხებლობა, ვისაც აქვს ბავშვების ასაკში ქორწინებასთან, იმ ადამიანების ცნობიერება, მოქმედების ინსტრუქციები, რომ როგორ უნდა იმოქმედონ მსგავსი ტიპის შემთხვევებში და ბოლოს ეს არის როგორ უნდა მოხდეს კოორდინირება თვითონ სტრუქტურებს შორის. ეს არის სტრუქტურებში გულისხმობ მე განათლების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლა და სწრაფი რეაგირება. 2023 წელი რთული იყო ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხითაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის მხოლოდ 9 თვის მონაცემებით ოჯახში ძალადობის 5920 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 4977 მსხვერპლი ქალია. ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1764 შემთხვევა გამოვლინდა. ფსიქოლოგიურის 6029, ეკონომიკურის 76. 2023 წელი საქართველოსთვის ნამდვილად გამოწვევების წელი იყო. ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის გზაზე პირველ რიგში ყველაზე მძიმე ფორმა ფემიციდი უნდა აღვნიშნო და ფემიციდის ზარდი რიცხვი დაფიქსირდა, რაც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებელი იყო პრევენცია და აღკვეთა. საუბარია ელექტრონული სამაჯურის გამოყენებაზე, საუბარია კონკრეტულ ძალადობის საქმეების ეფექტურ გამოძიებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მომართვენება არის ძალიან გაზრდილი, ეს არის ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ქმრების მიერ ხდება 157 პრიმამუხლის ჩადენა, ანუ მსხვერპლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებების გავრცელება და შანტაჟი, რაც წინა წლებში ეს ტენდენცია არ იკვეთებოდა. დადებით ის იყო, რომ შემუშავდა პოლიტიკა მსხვერპლისთვის კომპენსაციის მიცემის და თუ მსხვერპლი გარდაცვლილია სახელმწიფოს მხრიდან მისი ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გაცემის. აქ იგულისხმება, რომ სახელმწიფო მსხვერპლს ოჯახის ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლს 10000 ლარის ოდენობის მაქსიმუმ 10000 ლარის ოდენობის კომპენსაციას უხდის იმ შემთხვევაში, როდესაც მსგავსი კომპენსაციის მიღება მოძალადის მხრიდან ვერ ხერხდება. ან თუ ქალი გარდაცვლილია, მისი ოჯახის წევრები იღებენ ამას და ეს წესი დამტკიცდა. ეკონომიკური ძალადობა გენდერული და ოჯახში ძალადობის კიდევ ერთი გამოხატულებაა. თუმცა ის ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე უხილავ ფორმად რჩება. ეკონომიკური ძალადობა ეს არის ქცევა, რომლითაც მოძალადე ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალის ეკონომიკურ რესურსებსა და პოტენციალს.
ქალები ხშირად ვერ აიდენტიფიცირებენ, რომ მათ მიმართ ხორციელდება ეკონომიკური ძალადობა, თუმცა ის სერიოზულად აზიანებს ქალის ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია ეს გარემო, რომ ეკონომიკური ძალადობა არის ხერხი მოძალადის მხრიდან, ზემოქმედება მოახდინოს პარტნიორზე, ცოლზე, რათა მან ვერ გაწყვიტოს კავშირი, იყოს მიჯაჭვული, როგორც ეკონომიურად, ასევე ემოციურად. ეკონომიკური ძალადობა არ არის ის სამართლებრივი წესით დასჯადი, მხოლოდ შემაკავებელი ორდერი არის შესაძლებელი გამოიცეს ეკონომიკური ძალადობის ნაწილში. ქალთა მიმართ ძალადობა ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციებშიც იყო ნახსენები. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქვეყანას ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის გაერთიანებული ძალისხმევით გაძლიერდეს სვლა გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხრელად შესრულებაში დაეხმარა. ეს რეკომენდაცია ევროსაბჭომ წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში შესრულებულ პუნქტად ჩათვალა. ევროკავშირის რეკომენდაციას ძალიან დადებითი როლი ჰქონდა თავისთავად, რომ დღის წესრიგში, პოლიტიკურ დღის წესრიგში ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული თანასწორობის საკითხები შესულიყო და მაღალ დონეზე შესულიყო და რაც მოგახსენეთ, აი ცვლილებები, რაც კომპენსაციის საკითხს უკავშირდებოდა სტატუსის მოხდის ამ რეკომენდაციის მიღწევის, ესე ვთქვათ, ფარგლებში იქნა გაკეთებული მათ შორის და ჩაეთვალა კიდევაც საქართველოს როგორც შედეგი. თუმცა რჩება მთელი რიგი საკითხები, რაც კიდევ გადასაჭრელია. მაგალითად, ევროკავშირის რეკომენდაცია არის რჩება ამ მიმართულებით და ასევე არის სტამბოლის კონვენციის ვალდებულება გაუპატიურების დეფინიციის რევიზია სისხლის სამართლის კანონმდებლობაში თანხმობაზე დაფუძნებული დეფინიცია რომ შემოვიღოთ და არა ძალის გამოყენება როგორც მთავარი, ესე ვთქვათ, საზომი გაუპატიურების შემთხვევების. ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული უთანასწორობის მწვავე და სავალალო გამოვლინებაა. ამ უთანასწორობასა და ქვეყანაში არსებულ სავალალო მდგომარეობას კიდევ ერთხელ გამოხატავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ ჩატარებული ეროვნული კვლევა, სადაც წერია, რომ საქართველოში ყოველ მეორე ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია. ანა ალელიშვილი, ევრონიუს, ჯორჯია.